Ოქტომბრისთვის ჩვენ დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში ძირფას ტელემაყურებლებო ძალიან საინტერესო და აქტუალური თემით და ბუნებრივია ამ თემას ჩვენი ტელევიზია გვერდს არ აუვლიდა და ვერ აუვლიდა და შესაძლოა წარვადგინოთ თემას. როგორც უკვე იცის, ჩვენმა მოსახლეობამ მთავრობამ პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი წარუდგინა განსახილველად, პარლამენტმა კი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონი 104 მომხრე ერთი წინააღმდეგი მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტის განხილვა წინ მრევლის და სასულიერო პირების აქციები, ასევე სასულიერო პირებთან პარლამენტის დახურულ კაც მიღმა გამართული კონსულტაციები თუ შეხვედრები უძღოდა წინ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სტუდიაში ბიზნესმენი ლევან ვასაძე მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ. დიახ და ძალიან ამაღელვებელზე, იმიტომ რომ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან დიდი დისბალანსია იმას შორის, რაც პარლამენტმა მიიღო და იმას შორის, რაც ჩვენს ხალხს უნდა. ჩვენ გავხდით მომსწრენი, მე ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ვთქვი ეს, ჩრდილოკორეული ხარისხის ერთსულოვნებისა, 112 ხმით 0-ის წინააღმდეგ, აი საუკეთესო ტრადიციებში საბჭოთა კავშირის დეპუტატების ერთსულოვნებისა ჩვენმა პარლამენტარებმა უყარეს კენჭი ამ კანონს და გამოდის, რომ ის იდეოლოგია, რომელიც აქ შემოდის, მოითხოვს ასეთ მორჩილებას. ანუ ის ამბობს, რომ დემოკრატია გვექნება, ოღონდ ჯერ ამაზე შევთანხმდეთ. ისიც კი არ გაითამაშეს, რომ თქვათ, იქ რამდენიმე კაცი იყო, თუ რამდენი იყო, ვინც ამის წინააღმდეგი ყოფილიყო დემოკრატია? არა. შეკვეთა იყო, რომ 0-ით. და ვის არ ესმის, რომ პარლამენტი უნდა ასახავდეს თავისი მოსახლეობის პროპორციულად განწყობებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და თუ ვინმეს გონია, რომ მოსახლეობაში 112-ით 0 არის მხარდაჭერა ამ კანონისა, ის მაშინ ბრმა არის. თუმცა მოსახლეობა ბატონ ლევან 1000 ბევრი გამოკითხვა არსებობს ინტერნეტ საიტებზე გავეცანი სხვადასხვა გამოცემების გამოკითხვებს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ კანონ პროექტის მიღებას. ხო, მე მეცინება ხოლმე როცა ამბობენ 80%, რა 80%, 99 და 9/10. ლაპარაკი არის მხოლოდ რამოდენიმე 1000 კაცზე, რომლებსაც ჩვენ არასდროს არაფერს არ ვერჩით ისტორიულად. სოდომური ცოდვით მცხოვრები ადამიანები საქართველოში ისევ როგორც სხვაგან ცხოვრობენ ოდითგანვე, მანამდე სანამ ვინმე ამერიკას აღმოაჩენდა და სანამ ევროპა ამ თავის დღევანდელ იდეოლოგიამდე მივიდოდა. და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მათ დევნიან, ხოცავენ, დისკრიმინაციას უწევენ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა რაღაცა სხვა ხდება და მე იმ ხალხისაც მესმის, ვისაც არ ესმის, რატო რეაგირებთ ჩვენ ასე მწვავედ, იმიტომ რომ რა მოხდა, თითქოს წერია, რომ არავინ არ უნდა დაიჩაგროს და ნეტა მართლა მასე იყოს, მაგრამ ამ კანონში ეს არ წერია და ეს არის მნიშვნელოვანი. ამ კანონში წერია, რომ ყველა ვინც თავი იგრძნო ნაწყენი არის უფლებამოსილი შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. და თან ხალხს ატყუებენ, ეუბნებიან, რომ სასჯელი, კანონშივე არ წერია, რა სასჯელია. მაგრამ კანონი რეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსით. და მის შესაბამისად მოპასუხე მერე შეიძლება ციხეში ჩაჯდეს. თუ ჩვენმა სამართლიანმა სასამართლომ დოკუმენტაცია გაქვთ ხო წარმოქმნილი თუ შეიძლება გავაცნოთ ტელემაყურებელს. დიახ, ჯერ მოდით აი კანონიდან დავიწყოთ ახლა ისე გააკეთეთ. და ერთი იყო წინააღმდეგი ხო თუ სწორედ? მე მგონი 0-ით დამთავრდა ეს საქმე, იმიტომ რომ დაკვეთა იყო ისეთ, მაგრამ მოდით ჯერ სანამ იმ დოკუმენტებზე გადავიდოდეთ, ჯერ შევხედოთ აი ტელევიზიებმა ის ეკნეს, რომ დრო არ იყო ჩვენი პოზიციის გასაჟღერებლად, ანუ მე ძალიან მადლობელი ვარ პირადად ნინოს ჟიჟილაშვილის დამპატიჟა, მაგრამ 10 წუთიო მითხრა, მეტი დრო არ აგვაქვსო. და ყველა სხვა ტელევიზიაში იყო ბლოკი. თუ გინდა რომ მიხვიდე და ესაუბრო აი მშვიდად, შენი პოზიცია ცივილიზებულად გამოხატო, ახსნა. ეს არ შეიძლება.
თუ დათანხმდები რომ მიდი და იძიძგილავე აი როგორც საომარი მამლები და იჩხუბე და იყვირე და ამ შოუში მიიღე მაშინ სადაც გინდა მიდი გაგაწყვეტებენ სიტყვას შეურაცხყოფას მოგაყენებენ ეგეთ ფორმატში ეს შესაძლებელია და ის ეკნეს რომ ხალხმა არ იცის საბოლოოდ რა მიიღო ჩვენმა მთავრობამ და მოდით შევხედოთ ბატონ ლევან თქვენს ნებართვით მე ამოვიკითხა ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქომაც გააკეთა რამდენიმეჯერ განცხადება და სწორედ ამაზე იყო ესე იგი ამ კანონის თანახმად ესე კანის ფერის, ენის, ქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან წმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეზღუდული შესაძლებლობების და შემდეგ უკვე მოდის ბოლოს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამოხატვის. და ეს ერთგვარი რაღაც მიკერებულივით არის ან ყველაფერს. ხო. ანუ ეს არის ახალი იდეოლოგიური ფანდი, მე ეს ვთქვი კიდეც ნინოს გადაცემაში, რომ ვითომ ამ ცოდვის აღსარებელი ხალხის არჩევანი ეს არ არის. ანუ ის ესეთი არის და მორჩა. და დასავლური აგრესიული ლიბერალიზმის ბოლო 30-40 წლის პრაქტიკა არის ეს ასე ვთქვათ. და აქვე წერია რომ ნებისმიერი პირი რომელიც თავს დისკრიმინაციის ხვერპლად მიიჩნევს უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ რომელმაც მისი აზრით განახორციელა დისკრიმინაცია. და საინტერესო რა არის რომ მოპასუხე არის მან უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე. არა მოსარჩლემ, არამედ მოპასუხემ. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, აი ნებისმიერი ინტრიგანი შეუძლია ამ კანონის მიღების მერე შევიდეს და თქვას რომ მე დამჭაგრეს იმიტომ რომ ქართველი ვარ, იმიტომ რომ სომეხი ვარ, იმიტომ რომ წითელი ვარ, შავი ვარ, ისეთი ვარ, ასეთი ვარ და შენ უნდა იმართლო თავი. რაც არის ქვეყნის ყველა პროცესისათვის უაღრესად მავნებელი. და აი აქ მინდა წაგიკითხოთ რომ ამის დამრღვევი ანუ თუ სასამართლომ ესე ჩათვალა და რა სამართლიანი სასამართლო ყავს ვინ და ქართველებმა ვიცით ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე და ამ მუხლით გათვალისწინების მოქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. ანუ აი ეს კაი კაცი ახლა ვიდეო კამერით რო გვიღებს ოპერატორი ქვია ხო? ხვალე რო ტელევიზიამ დაითხოვოს, იმიტომ რომ ცუდად მუშაობს ან რაღაცა დააშავა, ხო? ამას შეუძლია ამ კანონით თქვას რომ მე იმიტომ ჩემი დისკრიმინაცია მოხდა და დავხუროთ ტელევიზია ერთსულოვნო. და ეს იმდენად ტენდენციური და არაობიექტური მიდგომა არის. აი სანამ LGBT თემამდე და მამათმავლობის თემამდე მივიდოდეთ, რომ არანაირ კრიტიკას არ უძლებს და როგორ შეიძლება ასეთ საკამათო თემაზე არ ყოფილიყო ასთა სხვადასხვაობა და გამოტანილი ყოფილიყო ერთსულოვანი ვერდიქტი. ბატონო, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როდესაც ჩვენმა სახელმწიფომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიაღწია შეთანხმებას, აი ეს კანონპროექტი სწორედ იყო, ანუ ვალდებულება აიღო ჩვენმა სახელმწიფომ. წერია, აგერ კანონის დასაწყისში წერია, ესეთი დამამცირებელი ფორმულირება ალბათ სოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ძნელად მოინახება. როცა პარლამენტი თავის ქვეყანას ეუბნება, რომ ამის ვალდებულება გათვალისწინებული აგრეთვე ევროკავშირის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. ანუ იმას კი არ ამბობენ, რომ ეს მიიღეთ ბიჭებო და ვიზებს მოგიხსნე. ეს გეგმა, ანუ ეს ახლა უნდა დაждენ გვიყურონ, კარგად იმას ვქენდით. მე ჩოქბჯენი ვახსენე იმ გადაცემაში და ქალებმა მეგობრებმა ბერონ რა არისო ჩოქბჯენი. ჩოქბჯენი არის კაცებმა ვისაც ჭიდაობა გვიყვარს, ვიცით რა არის, ხო? როცა სჯიან მოჭიდავეს, აყენებენ 4-ზე და მეორე მოჭიდავეს ზეიდან აჯდება მას და უბრძანებენ, რომ ეხლა შენ აქედან გააგრძელე ჭიდაობა. აი ჩვენმა პარლამენტმა გადაიყვანა ჩვენი ქვეყანა ჩოქბჯენში ამ კანონის მიხედვით. ყველანაირად, იმიტომ რომ აწი შეუერთდით თუ პრეზიდენტმა ამის რატიფიკაცია მოახდინა, შეუერთდით იმ ქვეყანათა რიგს, რომლებსაც იზღა დარჩენია სახვეწარი დემოკრატიული სისტემისგან, რომ იმას ნუ დაგვიკანონებთო ქორწინებას და ბავშვების აყვანასო და არ არსებობს ქვეყანა,
რომელმაც ეს კანონი მიიღო ისტორიულად და რამდენიმე წელიწადში იმ კანონის მიღება არ დაიწყო. თუმცა ჩვენ ვიცით საფრანგეთის მაგალითი გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. გამოვიდა, მაგრამ რა. ახლა ფრანსუა ოლანდი ჩამოდისო, ეტყობა პარიზში აღარ დაედგომება, ისე მოაძულა ფრანგებს თავი და 16-ში ჩამოდისო, უნდა დააკვირდეს ახლა და დააკვირდეს. აი მე ჭორად ვიცი, რომ რაღაც უმსგავსო ფილმი გადაიღესო, რომ ერთ ბიჭუნას კახელს როგორ შეუყვარდა მეორე ბიჭუნა მეგრელი და ესო უნდა გაუშვანო რუსთაველის თეატრშიო და ეხლა არ ვიცი რა, ჩემი მეგობარია გია ბაზღაძე, რუსთაველის თეატრის და ამ კომპანიის ფლობელი და მე მას ეგეთ კაცად არ ვიცნობ და თუ ის იკადრებს და ესეთ რაღაცას გაუშვებს ну, მაშინ თავის თავს დააბრალოს, რას გამოიწვევს ეს საზოგადოებაში, რა რეაქცია. რას უნდა ველოდეთ აი ამ კანონის მიღების შემდეგ უახლოეს? ეს არის აი ყველაფერი ცუდის წაქეზება საზოგადოებაში. ხო შეიძლება, რომ დისკრიმინაციაზე ცუდი რა არის. ეხლა მე მყავს ნაცნობი, რომელსაც ესეთი მიდრეკილებები აქვს და ვიცი, რომ ყველანაირად ამას ებრძვის, ასე ვთქვათ რა, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას ახლა ჩემ თვალწინ რომ ამ კაც შეურაცხყოფა მიაყენოს ამისთვის. ვიცი რა რომ ის ამას ირწყვენს, ხო? მე პირველი გამოვესარჩლები მას, მის ამ დისკრიმინაციას. მაგრამ რა მე ძალიან მაინტერესებს ვინ ადგენს ჩვენი პარლამენტარების პრიორიტეტების სიას, იმიტომ რომ დისკრიმინაციაზე თუ გვინდა ზრუნვა. აი მოდით ჩავთოთ იქნებ ის პირი ჩვენ ვიდეოს ნახვის საშუალებაც გვაქვს. რამოზდის ერთი სანამ ჩავთავდეთ ერთი წამი რა, რამოზდის ბავშვს როცა მას ჩეხავენ აბორტის დროს. ახლა ეს არ არის ჩემი მოგონილი YouTube-ში დევს. ბავშვები მაინც მოვაშოროთ. ბავშვები მოვაშოროთ, რა თქმა უნდა, ეკრანს და არაფრით ჰოლივუდის აი რიგით სისხლიან დრამას არ აღემატება რა, რასაც ტელევიზორში გვაჩვენება. უბრალოდ ეს არის ნამდვილი რა და მოდით ბავშვები მოვაშოროთ და ნახოთ რა მოსდით ბავშვებს, როდესაც ჩვენ მას ჩეხავთ აბორტის დროს. აი 40 წამი გრძელდება რა. ეს შევხედოთ ამას. რამდენიმე წამის საშინელების. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ ობიექტურად რა. ოფიციალური სტატისტიკით ეს ხდება 40,000 ჯერ წელიწადში საქართველოში. და ამათი დისკრიმინაცია არ ხდება? ჩვენ ხო ყველანი ეგენი ვიყავით რაღაც მომენტში. და ამათ დისკრიმინაციაზე რატო არავინ არ ზრუნავს? არაოფიციალური სტატისტიკით ძნელი გასაზომია ძალიან 100-დან 150,000-მდე არის ეს წელიწადში საქართველოში. 100,000 იცი რამდენია? 3%-ია საქართველოს მოსახლეობის. დღეში 270 და 150,000 არის 4%. დღეში 400 გამოდის. არ ვიცი ხა რომელი ციფრი დავიწყო, ერთი რო იყოს ხო რა საშინელი და მე კი არ ვამბობ რომ პავლე მოციქული ამბობს ხო რომ მე ვარო პირველი ცოდვილთაგანი და შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანს კონდეს ჩადენილი ნებისმიერი ცოდვა ამის ჩათვლით. მაგრამ აი თქვათ რაღაც ასაკში შევედით, მოვედით აზზე, ასე შევხედეთ ხო ამას. დისკრიმინაციას დასრული პარლამენტარებისთვის ეს არ უნდა იყოს, როცა შენს 40,000, 100,000 მოქალაქეს უმოწყალოდ ხოცავენ. თან რისთვის? მეზარება არ შემილია მალა უმრუშობის ნაყოფს და ისა ბიჭი არ არის, გოგოა და უკლავ. ესენი არ არიან დისკრიმინაცია. თუ ესე გვეჩქარება დისკრიმინაციის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ან 330,000 კაცი რო ჩასვა ციხეში წინა ხელისუფლებამ. 330,000 კაცი 9 წლის მანძილზე გაატარეს ციხეში. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 7.5%. ეთნიკური ქართველების 10% და 18-დან 65 წლამდე ქართველი კაცების 35%. და ისინი არ იყვნენ დისკრიმინირებულები, მარტო იმიტომ რომ ნაციონალები არ იყვნენ.
და მათი დისკრიმინაცია ბოდიში არ არის აღმოსაფხრელი. დავწერე სტატიაში, რომ სამართლიანობის აღდგენაზე, რომ თუ რაღაც დროზე არ გაინძევით, ხალხი ქუჩაში ცემას დაუწყებს მეთქი. და ისე აგიხდათ ყველაფერი, კი არ ვამაყობ ამით, ეგერ კოდუა საშინლად დაასახიჩრეს ქუჩაში რა. და ეხლა ვეუბნებით ჩვენ, რომ ნუ აკეთებთ ამას, ნუ იღებთ ამ კანონს, იმიტომ რომ ხალხს ეს არ უნდა და თქვენ წყვეტთ კავშირს ხალხის ნებასთან. და ისევ აგიხდებათ ეს ყველაფერი. და რა ისეთი დაგაძალეს ზეიდან, ამას ქართულად ბევრი რამე ქვია, მაგრამ მე რბილ ვარიანტს ვე ჩვენ ყავს ყველაფერზე ხელის მომწერი პარლამენტი აწი. მიიღეს რა ეს კანონი, ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ბატონო, საზოგადოების რეაქცია როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით? ნუ გასაგებია ეს კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ საუბრობთ, ბევრი ადამიანი გვისმენს, გვიყურებს და ძალიან ბევრი ადამიანი გეთანხმება, ზოგიერთი არ გეთანხმება. შეიძლება გაანალიზა, თუნდაც დღემდე მისი არსი, თუნდაც საზოგადოების. კი ბატონო, არიან ესეთი ადამიანებიც, აი, რა უნდა გააკეთოს საზოგადოება? ნუ მე მიმაჩნია, რომ ეს კანონი უნდა გავაუქმებინოთ. მე ხა პოლიტიკოსი არა ვარ და არავით არ რიცოდნა ეს როგორ უნდა გააკეთდეს, მე არა მაქვს, მე არასდროს ხალხს არ მოუწოდებ რაღაც იმისკენ ქუჩის აქციებისკენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პარლამენტი არის გამოსაცვლელი და სასწრაფოდ. იმიტომ რომ ამ ხალხმა შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ ქართულ ტრადიციულ, საერთოდ ნებისმიერ ტრადიციულ აზროვნებას ამ კანონის მიღებით. ეხლა პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენ გაყო ორ კატეგორიად, თქვა რომ ნაწილი არიანო შემცდარი ხალხია, ასეთი რა, ვერ გაერკვიანო. და მეორე არიან ცინიკური ტიპებიო, ყოფილი მიშისტებიო, ვინცო ეს ხალხი შეცდომაში შეიყვანესო. და ერთი მაინტერესებს, აი ჩვენ აქ სტუდიაში მსტომები ამ ორი კატეგორიიდან რომელს მივაკუთვნებ თავს. და რახან პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაჯგუფა, ხო, მოდი მეც დავაჯგუფებ ჩვენ პარლამენტარებს და ვიტყვი, რომ ვიღაცამ ეს მიიღო დაშინებით, ვიღაცამ ეს მიიღო ანგარებით და ვიღაცამ ეს მიიღო თავის მოტყუებით. იქ ბევრი კაი ხალხია, ჩემი მეგობრები არიან. და არანაირად არ მინდა მათ შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ რომ შვილები ყავთ, ოჯახები ყავთ. და მე რო იმ წნეხის ქვეშ ყოფილიყავი და თქვენ ჩვენ ხო არ ვიცით იქ რა პნევმატიკა მოქმედებს, როგორი წნეხის ქვეშ პარლამენტის წევრები სასულიერო პირებთან არაერთხელ აღნიშნავდნენ იმას, რომ ეს უბრალოდ არც თვითონ უნდა. ნუ ამან ხო მომკლა რა, საერთოდ ჩვენი პოლიტიკოსებისგან ძახილმა რომ პატრიარქს პატივს ცემენ და უბრალოდ მას არ ესმის ბოლომდე რა არის ქრისტიანობა და ზოგადად საკაცობრიო მონაპოვარი, ნუ ამაზე ცირკი რა უნდა იყოს. ის თუ უნდათ ოპოზიციონერობა თუ უნდათ კრემლის და რუსეთ უმეობას ხო გვაბრალებენ, ესეც თქვა პარლამენტის თავმჯდომარე. ამ კანონს ვინც არ უჭერს ხარსო, ისო რუსულად ლაპარაკობსო და ვინცო უჭერს ხარსო, ისო არისო ევროპული არჩევანისო. გაბრიელ ურგებაძე იყო ეგეთი კაცი. ჩვენთვის წმინდანია, მაგათთვის უბრალოდ ადამიანია. მამა გაბრიელი. დისიდენტობა და რა ქვია, კრემლის წინააღმდეგობა ეგეთი უნდა, მაგან რაც გააკეთა. ცეცხლი წაუკიდა ლენინის პორტრეტს. და ისე ცემეს, რომ ხერხემალში გადაამტრიეს. სისხლს არ წყევდა. და მე თქვეს რომ რახან არ მოკვდაო, მოდი ესე ვქნათო რომ ნორმალური კაცი ლენინის პორტრეტს ხო არ დაწვავსო კომუნისტებმა და საგიჟეში ჩავაგდოთ და ფსიქოტროპული ნემსები დააჭეს კაცს, აწამეს. და მაგ კაცმა თქვა რომ ილია მეორესო, ვინც არ უჯერებსო, თავის თავზე ნაკვერცხლებს იღრისო. და ეგ კაცი იყო ნამდვილი დისიდენტი, ნამდვილი პატრიოტი, მოდი წმინდანზე კაცი აღარ ითქმის, მაგრამ მე მათენაზე ვსაუბრობ. და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე მე როგორც ვიცი 9 აპრილის მერე შევიდა კომპარტიაში. და ეხლა იმას რა ქვია, გვასწავლის იმას რა ქვია, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა. როგორ გავიგო რა? კონკრეტულ საფრთხეებზეც რომ ვისაუბროთ, თუ შეიძლება ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. საფრთხეები ასეთია, ჩემი აზრით, რომ ამიერიდან ნებისმიერი სახის უზნეობას და გარყვნილებას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერ ჩვენთაგანს ციხეში ჩასმა. ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა იყოს. ეს არის ქვეყნის მორალურ, ზნეობრივ, ფსიქიურ სტრუქტურაში
აი ჩაფურთხება კი არა, უხეში ჩარევა. და ის ხალხი, ვინც ამაში დაარწმუნეს, მე არ ვიცი რა მეთოდებით, რა ბერკეტებით, ხო? ამას ინანებს, დრო გავა, ამას ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. და მე ძალიან უთანაგრძნობ მათ, იმიტომ რომ ისინი ახლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. და აი ეს ვითომ ყველა მერთხმად მივიღეთ და ვინც არ იჯერებს, ფაშისტები ხართ, ხო? აი ამაზეც მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა რა. ესე იგი ფაშიზმი არის ერთი უდიდესი შეურაცხყოფა რა, ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის. მეც პირადად გავხდი აი ამ შეტევების მსხვერპლი. უყურეთ რა ხდება, რომ ესე იგი ტოტალიტარულად, აი ჩრდილოკორეულად უნდა ყველა ერთ აზრზე ვიყოთ და თუ ვინმე ამას არ ვეთანხმებით, ხო, ვართ ფაშისტები. და მინდა აი ამ ფაშისტთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რომ არსებობს ესეთი ძალიან სერიოზული პიროვნება და ამერიკელი მკვლევარი სკოტ ლაივლი, ეს არ არის შაყირი, კაცი ეხლა ის ჩვენ სანამ ლაპარაკობთ მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორად იყრის კენჭს და არის უსერიოზულესი პიროვნება ამერიკულ პოლიტიკაში და საზოგადოებრივ აზროვნებაში. მან დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი, რომელსაც ქვია ვარდისფერის ფასტიკა. და ამ წიგნში ის უტყუო 400 გვერდიანი წიგნი არის, ის უტყუარად ამტკიცებს, რომ წამყვანი ფაშისტები, ჰერინგი, ჰიტლერი და სხვები იყვნენ ამ ცოდვის მატარებლები, მამათმავლები. მე მოგიტანეთ ერთი ცალი სლაიდი, სადაც მინდა გაჩვენოთ იმდროინდელი ნაცისტური პროპაგანდის პოსტერები და ფოტოები. მე მგონი გვაქვს საშუალება რომ გავუშვათ. აი აქ არის ციტატა ბატონი ლაივლის, რომელიც ამბობს, რომ ნაციზმის ისმის ჩემი ხმა? დიახ, ნაციზმის იდეოლოგიური ფესვები არის ოკულტიზმი და ჰომოსექსუალიზმი. 20-იანი 30-იანი წლების გერმანია არის მსოფლიო LGBT-ს და მაგიის ცენტრი, ფაშიზმის ლიდერთა უმრავლესობა იყვნენ მამათმავლები, ჰიტლერი, ჰერინგი და სხვები. ფაშისტების ტოტალიტარიზმი და ჰიპერმასკულინური პასიური მამათმავლების დათრგუნვა არის მათი სტილი. ეს არის სკოტ ლაივლის ციტატა. ეს არ არის ჩემი და თქვენი მოგონილი რა. მე უბრალოდ ციტირებას ვახდენ იმისა, რასაც ეს პატივცემული კაცი, გუბერნატორობის კანდიდატი თulis ფაშისტებზე და როდესაც მე მეძახიან ფაშისტს, ან თქვენ გეძახიან ფაშისტს, იმიტომ რომ ჩვენ აზრს გამოვხატავთ, ხო? მინდა მათ უთხრა, რომ ჯერთი ჩვენ ახლა რას ვამბობთ განსხვავებულს იმისგან, რასაც თქვა ჩვენი ეკლესია ამბობს, ჩვენი პატრიარქი ამბობს, ხო? და ესე იგი ეს რა გამოდის, მაგის თქმაც კი არ მინდა. და ნამდვილად განათლებული ლიბერასტებისთვის მე როგორც მე მათ ვეძახი, ხო? აი ვინც ბოლომდე განათლებულია თავის ამ ცუდ ხელობაში, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ფაშიზმი მათთვის საგინებელი სიტყვა კი არა, კომპლიმენტი უნდა იყოს, იმიტომ რომ აგერ მოგიყვანეთ ციტატა. რატომ? აქედან გამომდინარე, აი ესეთი მიდგომა ამ საკითხის დამი, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ვინც ამ 112-ში ხმარ მისცა ჩვენი მტერია, ესეც მაჩვენებს სიმბოლო არის და სიმპტომი არის, რაოდენ ტოტალიტარული შეკვეთა არის ამაზე. მე ერთმა წამყვანმა ნაციონალმა მე არ მიყვარს პიროვნებებზე ლაპარაკი და მაპატიეთ რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვახსენე ეს არ ღვევს კორექტულობის სტილს, მაგრამ ისეთი რაღაცა ქნეს, ისეთი ზღვარი გადალახეს, რომ მე არ შემიმეც ადამიანი ვარ და ბოლომდე შეიძლება ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს, მაგრამ ერთ-ერთმა ნაციონალმა სახელს არ დავასახელებ, კამათში ამ თემაზე მითხრა პირდაპირ, რომ ლევან იცი რა, ქართულ ხალხს მართლა რომ დემოკრატია მისცევ და მართლა რომ მოусმინო, აი ეგეთ სისულელეებს იტყვიანო, რასაც შენ ლაპარაკობ. და მე ვთქარე ერთი წუთი რა გამოდის, ეს არის როგორ გითხრათ, ქვეყნის თავის დროზე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე პირი გააჩნია როგორ დავთვლით რა. და მე ვთქარე ერთი წუთით რა გამოდის, რომ სანამ ქართულ ხალხს თქვენი სტანდარტების შესაბამისად არ აღზრდით ბრჭყალებში, ხო? თქვენ მათ არ აღირსებთ ნამდვილ დემოკრატიას, ხო? და შეხედეთ რა ხდება. თელი ტელევიზია არის ერთ მეორე ხმას ეუბნებოდა პრაქტიკულად ჩვენ პარაკს დილობისთვის 10 წუთი მე მალაპარაკეს, 20 წუთი ვიღაც ალაპარაკეს
ძირითადად ვიღაცები აჩხუბეს ერთმანეთს, მაგრამ სრული ტაბუ იყო, სრული ბლოკი ამ თემის ობიექტურ განხილვაზე. კონკრეტული შემთხვევა მინდა მოვიყვანო, არაერთი შემთხვევა ვიცი, ჩვენ როდესაც პირდაპირ ეკლესიის დისკრიმინაცია მოხდა გასულ წლებში, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ერთ-ერთი ადგილი ზუსტად, ეს უტყუარი ინფორმაცია არსებობს, სადაც ტაძარი იყო მოთავსებული, ეს სამხრეთ საქართველოში მოხდა, თუ არ ვცდები. აი ამ კუთხით ეს კანონი არა, ეს იქნება, ეს ხო მართლა ობიექტურობისთვის არ კეთდება. ეხლა უნდათ მარიხუანას ლეგალიზაცია. მეტი პრიორიტეტი არ დაგვრჩა. ქეშების უფლებები უნდა დავიცვათ უკაცრავად ქალაქური ჟარგონისთვის. ეს მოვითხოვეთ. ანუ ამ ბავშვებს რო ჩეხავთ, ეს არ გვადარდებს. იქ 330,000 კაცი რო ციხეში იმათთვის მოვიცდით, კაცო. ისინი ეგ ბიზნესმენებს რო ყველაფერი ჩამოეგ, არაფერი. აი, ეხა ეს გვეჩქარება. მარიხუანას რეალიზაცია. და ეს არ კეთდება, ანუ ეს ყველაფერი ტყუილი არის. კეთდება როგორ კაცო უმრავლესობით ავირჩიეთ ეს ხალხი პარლამენტში და ისეთ რამეს აკეთებენ, რაც 99% 19% არ ჯერათ ჩვენი თუ ბიჭები არიან რეფერენდუმი ჩაატარო. რატო ეშინეთ? მოდით ჩავატაროთ რეფერენდუმი. მე ვეცადი გარკვევას რეფერენდუმი როგორ ტარდება ჩვენს დიად დემოკრატიულ სისტემაში. ვერ ჩაატარებ. რეფერენდუმი ჩაატარო. სახელმწიფო უნდა მოქცეს უფლება, ცესკო უნდა დაგრთოს უფლება. და ანუ ვერ ჩაატარებ. და ჩაატარონ თუ ბიჭები არიან და დავსვათ ეს კითხვა რა. გინდა თუ არა ამ კანონის მიღება და შევადაროთ მე ქართული ოცნების წარმომადგენლობით პროცენტს ეს პარლამენტში. ან თუნდაც რა პროცენტით მიიღეს ეს. ეს ხო იქნება სრული ინვერსია, აბსოლუტური. და ამოდენად ყუილში შეიძლება მე ვარ დიდი ასე ვთქვათ ენთუზიასტი დემოკრატიის და ძალიან მინდა რომ ეს იყოს ჩვენთან. მაგრამ ესენი ახდენენ მე რამდენჯერ უკვე დისკრედიტაციას დასავლეთის დავიღალე იმის ძახილით რომ პირველი დასავლოფილი მე ვარ რა აგერ იმის ლაივლის და იმების ციტატებით ლაპარაკობ მაგრამ ისევ დასავლელ მოაზროვნეს მოვიშველიებ ფრანგული აზროვნების ერთ-ერთი მამის რომელიც ამბობს რომ სიმართლეო პასკალი მე მგონი თუ არ მეშლება ბლეზ პასკალი თუ არ მეშლება სიმართლეო სასარგებლოა იმისთვის ვისაც ამას ეუბნებიანო და მავნებელია იმისთვის ვინც ამას ამბობს იმიტომ რომ სიძულვილს იწვევს თავის თავზე და ესე ვართ ისევ ამ ჩვენ პარლამენტთან გეუბნებით სიმართლეს ხალხო ნუ იზავთ ამას და ეხა მელამ თავის კუდი მოწმეთ მოიყვანაო რა რამოდენიმე მასეთ პარლამენტარს რამოდენიმე მასეთი ტელეჟურნალისტი ელაპარაკება ამითი საქართველოში აზრი ხო არ იცვლება რა გამოდის ბოდიში ერთი ჩვენი პარლამენტარი კი ბატონო პიროვნებებზე არ ვიტყვი და იძახის ესო განათლების საკითხია აი ამ კანონის დაირქვი და ყურებს არ დაუჯერ ამ კანონის ხარდაჭერა არ დაჭერაო უბრალოდ განათლების ბნელები ხართ განათლება შეკაიკაცო ქართულში არის სინათლესთან კავშირში და რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო თუ ზნეობა გადაგეღრიცა ხო განათლებული შენ ქართულში არ გქვია ბატონო ლევან საათი ხდება ლოცვის დროა ჩვენს ეთერში და ლოცვის შემდეგ ისევ დაბრუნდეთ და გავაგრძელოთ ამ ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც იცით ბატონი ლევან ვასაძე გვყავს სტუმრად და ვსაუბრობთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე რომელიც შეეხება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონს რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. და ვსაუბრობდით გარკვეულ საფრთხეებზე ბატონ ლევან სანამ გავიდოდით ჩვენ 3 საათიან ლოცვაზე. დიახ, საფრთხეებზეც ვისაუბროთ კიდევ სანამ გავაგრძელებდეთ თქვენ ბრძანეთ Facebook-ის შესახებ და მინდა ვისარგებლო ეთერი და თქვა რომ მე რამდენჯერ უკვე რომ მე არ მაქვს Facebook-ში გვერდი. ეს ვინც ამას აკეთებს არის არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, ის ტყუის, ის არ არის ჩემი გვერდი, ჩემი სახელით უმეგობრდება ხალხს. რაღაცებს პირდება და აი თუ ტელევიზორში არ ვიტყვი რომ გავხსენი გვერდი, არ დაიჯეროთ. ეხლა რაც ეხება საფრთხეებს. საფრთხეები, რა თქმა უნდა, ჩვენ გაუთავებლად შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საფრთხეებზე. მე მამა გაბრიელ ურგებაძე ვახსენე და
მე ვინა ვარ რომ საფრთხეებზე ვილაპარაკო იმასთან შედარებით რაც მამა გაბრიელმა თქვა ზუსტად ამ კანონზე თქვა მან და ეხლა გასაგებია რომ თქვა ათეისტისთვის ვისაც მე პატივს ვცემ მიუხედავად იმისა ის მორწმუნეა თუ არა ათეისტისთვის ეს საშაყიროც კი არ არის ხო მაგრამ ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს წმინდანი არის და მან თქვა რომ ჩემს საფლავს სანამ გახსნიან იოანე და გიორგი ბეთანიელის საფლავებსო ჩემი მოწურებისო და იოანეს მგონი მკერდზე სახარება ედებაო და აი როგორც თქვა ისე მოხდა მე თქვა რომ ჩემს საფლავზე მოვაო მთელი საქართველო და მოვიდა ოფიციალური მონაცემებით 1.5 მილიონი ადამიანი მის საფლავზე ანუ ჩვენ გვაქვს აშკარა იურიდიული ნივთმტკიცებულებები რომ ეს კაცი რასაც ამბობდა ხდებოდა და მანმე სამწუხაროდ თქვა რომ ამ კანონს თუ მიიღებთ თუ თბილისი დაინგრევაო ეს არ არის ახლა ეს ცნობილი წინასწარმეტყველებაა იცით ეს ორი რკინის ჩიტი გადაუფრენს თბილისს ანზა ჩამოვარდება და ღმერთმა დაგვიფაროს ხო და მე დარწმუნებული ვარ რომ მამა გაბრიელი პირველი ლოცულობს ჩვენთან ერთად რომ ეს მისი წინასწარმეტყველება არ ახდეს მაგრამ აი ეს პროვოკაციული პოლიტიკა ხო რომელსაც ჩვენ ვატარებთ აშკარად სახიფათო არის ეხლა მე ჩემი მეგობარია მაგალითად ირაკლი ალასანია და უსმენდი მეგობარი თუ არა ამხანაგი ნამდვილად არის და უსმენდი ვაშინგტონში და ირაკლიმ თქვა რომ დავაყენოთო ესაო შეიარაღება რაკეტებიო ნატოსიო საქართველოში თუ სწორად გავიგე ხო ვეტყოდი ირაკლის რომ აი ფარგალი აიღოს და გადაზომოს პოლონეთიდან რუსეთამდე რამდენია რუკაზე და საქართველოდან რუსეთამდე რამდენია პოლონეთში ეს არიგუეს შეხედეთ რა ქნეს რუსეთში უკრაინაში შევარდნენ რა ამბავი ხდება იქ და რადგან ჩამოვარდა უკაცრავად გაწყვეტნით მინდა გკითხოთ საზოგადოება იყო აღშფოთებული წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით რომ ისინი აკეთებდნენ ყველაფერს თქვა იგივე ეკლესიის დისკრიმინაციისთვის ამ შემდეგ და ხვდებით ავიჩეთ ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი პროცენტით აბა მე ვარ მხარდამჭერი დღემდე რა მოხდა ისევ შევწდი ნუ მე აქ გეტყოდით რომ ეხლა ჩემი აზრით ჩემს ცნობიერებაში მე როცა ვიზრდებოდი საბჭოთა პერიოდში 70 წელს დავიბადე მთავრობა იყო მუდმივი ბოროტება და ყველაზე დიდი ძალადობის წყარო და როდესაც ჩვენი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, ჩვენ დავიჯერეთ, რომ აქ ამ ქვეყნიური ძალაუფლება არ არის, შეიძლება არ იყოს ყველაზე დიდი ძალადობის წყარო, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდსაც კი რო შევხედოთ, აი ჩვენი მოქალაქეობის ცხოვრებას, ყველაზე მეტი უბედურება ჩვენ როგორც ყოველთვის ხელისუფლებისაგან გვაქვს, ხო? და ამიტომ ამაში არაფერი სასირცხო არ არის, რომ ჩვენ ეს ვთქვათ. ეს ჩემი მსოფლმხედველობაა. მე ვამბობ, რომ პოლიტიკა არის ყველაზე მეტი ბოროტების წყარო. და მე მჯერა, რომ იქ კაი კაცები არიან, რომლებიც მიდიან იმ უმძიმეს სამსახურში ქვეყნისათვის და მე მათზე იქ ეს ბოროტი ძალები მოქმედებენ და ესენი იღრიცებიან, წვალობენ და ესეთ რაღაცებს აკეთებენ. ჩინური ძალიან ცნობილი იგავი მახსენდება, როდესაც ურჩხული აზის წყაროს და არ აძლევს მას ხალხს და შიგადაში გამოჩდება ვიღაცა რაინდი, რომელიც მივად მოკლავს ამ ურჩხულს, დაждდება ამ წყაროზე და ხდება თვითონ ეს ურჩხული. თუმცა ბატონო, საზოგადოების დაკვეთა სწორედ წესიერი ადამიანების ყოფნა არის პოლიტიკაში და მე ყველა მიცის, რომ მე არა ვარ ფანი ლიბერალ-დემოკრატიული სისტემის, მე არ მჯერა, აი უხეშად რო ვთქვათ, ხვალე მე და თქვენ რო წავიდეთ იქ, ჩვენც ამას გვაიძულებენ. ამიტომ მე ამ ხალხს კი არ ვეჩხუბები, მე მათ უთანაგრძნობ. რაც ჩემს ძალიან ძნელია გავარჩიო, ვინ არის იქ შეშეგნებული ცინიკოსი და ვინ არის იქ მართლა ვისაც აიძულებენ ამას რა. მაგრამ ყველა ჩემიანი ვინც იქ შედის, მე ძალიან მეწოდება რა. და ჩემი თავით შემეწოდა ღმერთმა დამიფაროს და თქვენი თავით რომ ხვალე იქ შეხვიდეთ და მესმის რომ ეს ახლა აი თანამედროვე აზროვნებისთვის ძალიან ძნელი არის რა, რომ აი რას ამბობ აბა შენ, რომ ეს ესეთი ბოროტება იქნება? დიახ. სასოება პოლიტიკაზე, სასოება იმაზე, რომ აი ხა ჩვენ გავარტყავთ და რაღაცას კარგს ავირჩევთ, დამძინიან იმაზე მონარქიის
იდეაზე და მხარდაჭერაზე და მე ვამბობ რომ მთელი ქართული ელექტორატი მონარქისტები არიან ლატენტური თანამედროვე იმიტომ რომ ოცნებისტები არიან მონარქისტები იმიტომ რომ მათ შეგნებაში ბატონი ბიძინა რომელსაც პატივს სცემთ არის მეფე და ესენი ვიღაცები დაგვინიშნა რა მნიშვნელობა აქვს რამე რო იყოს მოვა და დასჯის ამათ ხო მიშისტები არიან და კალიგულისტები არიან 100%-იანი იმიტომ რომ რომელი ერთი დასავლური პრინციპი დაიცვა მიშამ ყველაფერი დაარღვია მაგრამ იმიტომ რომ მიშა იყო ყველაფერს და ასე შემდეგ არ მინდა ახლა სხვა ყოფილი ჩვენი პოლიტიკოსები თქვა ჩვენ მთელი სპექტრი არის მონარქისტები უბრალოდ ზოგმა ეს იცის და ზოგმა არ იცის ხა ბატონ ლევანე ბოლო ნაწილთან დაკავშირებით ეცოდა დრო ვაღიაროთ ეს და გვეშველება აი ბოლო ნაწილთან დაკავშირებითაც რომ გითხავთ თქვენ შეფასებას თქვენ აზრს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობდა რომ რა თქმა უნდა მომხრევართან უფლებების თუმცა ამ შემთხვევაში აი ბოლო ნაწილი რაც არის მითითებული გარკვეული პრივილეგირება ხდება ამ ადამიანების ასე მე არ გავზრდილ ვარ უფლებებში რა. ბატონო, აქვე ვიტყვი რომ უბრალოდ ყველას კითხვას უკაცრავად ბოდის გიხდით, მაყურებლებო ყველას კითხვას ვერ გავაჟღერებ, უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი გწერს და ერთსულოვნებას გიცხადებ თქვენ და მადლობას რომ მოგზენდეთ არ ამსახურებ ეგეთ ვერ შეფას. აი ჩვენ პარლამენტის ერთსულოვნება. აგერ გავაჩნდა. რისი თქმა მინდოდა, უფლებებში მე არ გავზრდილ ვარ. დედაჩემი და მამაჩემი მე რომ ერთხელ ნინო ჟიჟილაშვილმა რომელიც ჩემი ამხანაგია პატივსცემ კითხა რომ აგრძალვაო რამე შველისო გახსენდებათო ეგეთი მაგალითი ბატონო ლევანო და აღარ დავუწე კამათი ხა იქ ხარ შეიძლება დრო არ არის არასდროს და ბევრი სხვა გვაქვს სათქმელი და ბიჭო აგრძალვებში გავიზარდე უფლება შელახული გავიზარდე ჩემ მშობლები მე რომ მატარებდნენ პატარა ბიჭი რო ვიყავ კი არ მეუბნებიან ლევან შენ ამის უფლება გაქვს შენ მოითხოვე ამ შენი უფლებით მეც როგორ მზდიან თქვენს დარწმუნებული გეუბნებიან ამის უფლება არა გაქვს ამის უფლება არა გაქვს ამის უფლება არა ჩვენ პასუხისმგებლობებში გავიზარდეთ და აი ეს ოკულტიზმი და აგრესიული იდეოლოგია რომელიც შემოდის და გვაძალებს ამ უფლებას ჩვენ ვამბობთ რომ ბიჭო დამანებე თავი და ეს ამბობს რომ არა მე შენ დაგაძალებ შენ უფლებებს და იდეოლოგია გეუბნებიან შენ გეგრძალება საგინებელი სიტყვა საოცრება ხდება იდეოლოგია არის საგინებელი სიტყვა და ამ დროს თვითონ ეს იდეოლოგია რომელიც გვიგზალავს იდეოლოგიას არის ყველაზე ფანატიკური იდეოლოგია რომელიც ახლა რას ვერჩი მე ევროპელებს და ამერიკელებს რამდენი მეგობარი მყავს ამერიკელი ხალხი დავიღალე ამერიკა ისე მიყვარს რომ არ ვიცი მაგრამ პოლიტიკა ხო ერახში მოკლეს 1 მილიონი კაცი რაც შევიდნენ ერახში რო კითხო რატო ქნეს ვერ გიპასუხებენ თავიდან იძახდნენ რომ ეძებდნენ იმას რა ქვია ან ეს რუსი რაშვება რა მნიშვნელობა აქვს ჩემს რომელი იმპერია ხო და პატრიოტიზმი ოდითგანვე ქართველისთვის კი არ არის რომ ერთ-ერთ იმპერიას მიეყუდო და თქვა რომ აი ეს ცუდია და მიშველე ამისგან როგორც კი ამას აკეთებ ხო იჭყლიტებ პატრიოტიზმი არის ისტორიულად ორი ძალა გვჭამს ჩვენ ყოველთვის ხო ორივე ძალასთან დიპლომატიურად ღირსეულად რაღაცნაირად გააზრებულად მოქმედ მტკიცე მოქმედება და თუ ამ სიმტკიცეში გაგტეხეს და რაღაც გიქნეს შენი სამშობლო დაგიფასებს მაგრამ ძახილი იმისა რომ მე ერთისკენ ვარ და მე ჩემთვის ამერიკის გინება და ლანძღვა და ევროპის ხო ისეთივე მიუღებელი არის ამერიკელების უბრალოდ და ევროპელი როგორც რუსების ჩვენ უნდა ავიღოთ ორივე ამ კულტურიდან რაც ჩვენთვის მისაღებია ვიყოთ და რომ მირბიხარ და რომ ეუბნები შენი ვარ იმას ეცინება ის გიყურებს და ამას ბიჭო ახლა ამას გონია რომ მე მატყუებს და ამას ისე მოვატყუებ რომ არც დასიზმრებია და არ შეიძლება ესეთი გაუაზრებელი აგრესიული პოლიტიკა იგივე ბიზინა ივანიშვილი არ მოუწოდებდა ჩვენს პოლიტიკოსებს სანამ თვითონ წავიდოდა პოლიტიკამდე რომ დაბალანსებულად ვიყოთ რამდენადაც შევძლებთ ხო და მე ახლა არ ვიცი დაუბრუნდეთ იმ საშინელ წინასწარმეტყველებას ბატონ ლევან ასე რა მოხდება ხო ღმერთმან უქნას მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე გუმართებს. მაყურებლებს დიდ ნაწილს აინტერესებს უბრალოდ ეს შეკითხვა. თქო გავაჟღოთ 17 მაისთან დაკავშირებით თუ აქვს ბატონ ლევანს რაიმე პროგნოზი? ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია და ის არ შეიცვლება არასდროს რა. არ მაინტერესებს მე აქ ფრანსუა ოლანდი ჩამოვათო რა გარყვნილების სად გადაღებას აპირებენ ჩამოვიდეს და მიიღებს ჩვენ პასუხს ნახავს ბატონი ფრანსუა პარიზში თუ არ ეყო ამის ყურება აქაც ნახავს რას ფიქრობს ხალხი ამ ოკულტისტურ აგრესიულ იდეოლოგიაზე რომელიც ანგრევს ოჯახს და ანადგურებს ადამიანს ჩეხავს მას
თეოდორე დოსტოევსკიმ დასვა ეს შეკითხვა მე-19 საუკუნეში. თქვა, ღირს მთელი მსოფლიოს ბედნიერება ერთი უმანკო ბავშვის ცრემლად. აი ამ იდეოლოგიამ უპასუხა ერთი ქალის სიამოვნება ღირს ნებისმიერი ბავშვის აჩეხვად. და ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით, ეგ არ არსებობს რა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული იყო, ჩვენ ტელემაყურებელი კიდევ ერთხელ ბოდის მოვხდით იმ ადამიანებს, ვისი კითხვაც ვერ გავაჟღერეთ და საქართველოში არიან ადამიანები ბატონ ლევან, რომლებიც თქვენს აზრზე არიან ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან და საბოლოო ჯამში ალბათ ქართული საზოგადოება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის ამ კანონთან დაკავშირებით და შემდეგ წლებში ეს გამოჩნდება პრაქტიკაში როგორ და ჩვენი ისტორია აჩვენებს, რომ ძალიან ბევრჯერ ჩვენ რაღაცას გვაძალებენ, ჩვენ არა ვართ ახლა ფანატიკოსები, რომ რაღაცა თავი დაავიწვათ და ვიღაც დროშა დაავწვათ და ვიღაცას ფაშისტები უძახოთ და ის ყველაფერი თავის ადგილზე დაადგება. უბრალოდ ყველამ თავის მიხედოს და თავის მომავალზე იფიქრებს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ლევან, ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და გადავაცილეთ უკვე დროს, რა თქმა უნდა, ირეკლი. და უნდა დავამშვიდობოთ. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ბატონ ლევან ვასაძე გახდა ჩვენი სტუმარი, მე და ია უკვე ხვალამდე დაგამშვიდობებით, საინტერესო თემებით და სტუმრებით უკვე ხვალ ახალ გადაცემაში დაგიბრუნდებით. ხვალ 2:09-ზე დავბრუნდებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ნახვამდის. ხვალამდე.